განსაკუთრებით თუ კი ვსაუბრობთ ბუნებრივ რესურსებზე, ანუ არის რაღაცები, რაც მსოფლიოს ქვეყნებმა, სადაც სხვადასხვა წყობილებები შეიძლება გქონდეს. არც კი ვლაპარაკობთ მარტო დემოკრატიაზე. ავტორიტარულ ქვეყნებშიც ხალხი ხვდება, რომ თუ კი ცხოვრობ რომელიღაცა ქვეყანაში, ერთის პრობლემა გარემოსთან დაკავშირებული აუცილებლად არის შენი პრობლემაც. და ამიტომ თანხმდება, რომ ბუნებრივი რესურსის სწორი გამოყენება არის საერთო ინტერესი. და ამაზე დავები როგორც წესი არ არის. და ამიტომ აქვს შემუშავებული წესები, რომლის მიხედვით მათ შორის მოქალაქეს შეუძლია ფული მოითხოვოს. რა თქმა უნდა, კომპენსაცია ეს არის ყველაზე სამართლიანი ამბავი. არაფერი მაგაში დასაზრახი არ არის, როცა ადამიანს, რომელსაც ეხებიან, კონდეს სურვილი კომპენსირების. ცირცხვილი არის, როცა არ იცი, რომ კომპენსაცია შეიძლება მოითხოვო და ესე მარტივად უშვებ. საქართველოში თუ კი სადმე არსებობს ბუნებრივი რესურსი, ყველა ეს ბუნებრივი რესურსი იქცა წყევლად ადგილობრივი მოქალაქისთვის. თქვენ ვერ ნახავთ ვერცეთ მუნიციპალიტეტს, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი, რომლისთვისაც ეს არ არის წყევლა. და არ უკავშირდება მის ეკონომიკურ გაღარიბებას, არ უკავშირდება მის ჯანმრთელობის შერყევას და ასე შემდეგ. არა გვაქვს ესეთი არც ერთი ქალაქი და მუნიციპალიტეტი. ვერ დაასახელებთ ვერც ერთს. დაწყებული ოქროს საბადოებით, ქვანახშირის საბადოებით, თქვათ მანგანუმის საბადოებით, ზღვით, წყლით, მდინარეებით და ასე შემდეგ. ადამიანებს აქვთ უფლება, რომ იყვნენ ჩართული რაღაცა ტიპის და გქონდეთ პრიორიტეტი ბიზნესის დაწყების. ან თუ კი რამე ბუნებრივი რესურსი არსებობს, აქ მე უნდა მქონდეს დაწყების პრიორიტეტი, ან უნდა მქონდეს ძალიან ფართო პრიორიტეტი დასაქმების მიმართულებით, ხო? ანუ რაღაცა ტიპის პრიორიტეტები უნდა მქონდეს და შემდეგ უკვე დგება კომპენსირება. თუ კი მე არ ვერთვები, შენთან არ ვსაქმდები, მაშინ თუ კი სარგებლობ ჩემით, უნდა გადაიხადო ამისთვის.